საკონსტიტუციო სასამართლომ რეპრესიული კანონები არსებითად უნდა განიხილოს. სახალხო დამცველისა და ათობით აქციის მონაწილის სარჩელებმა დასაშვებობის ეტაპი გაიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება ახლა სამართლებრივად უნდა გადაისინჯოს. 13-მდე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ოცნების ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. მოსარჩელების შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს დაეკისრა ჯარიმა, ეს გახლავთ ფულადი ჯარიმა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ასევე იქნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება მათ და ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობით ისინი უკვე რამდენიმე მოიხადა უკვე 1-დან 14 დღემდე სასჯელები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი აზრით კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტს. ასევე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 21 მუხლთან ყოფილიყო ის შეუსაბამოცნობილი, ეს გახლავთ შეკრების თავისუფლება, რომელსაც კონსტიტუცია აღიარებს. ჩვენ მოვითხოვთ ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. უფლებაშეზღუდული აქციის მონაწილეები დეტალურად განმარტავენ, თუ რატომ უნდა იქნას არაკონსტიტუციურად მიჩნეული ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა სახის სამედიცინო პირბადით დაფარვა, ტროტუარზე დგომა და მშვიდობიანი აქციის დროს კარვის გაშლა. მოსარჩელეების თქმით, განხორციელებული ცვლილება მხოლოდ აქციის მონაწილეების დაშინებას ემსახურებოდა. ორივე სარჩელი მიიღო წარმოებაში, თუმცა შეჩერებაზე თქვა უარი და ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს კანონი რეალურად იწვევს შეუქცევად ზიანს. ეს კანონი აზიანებს არა მხოლოდ ადამიანების შეკრების უფლებას და მათ თავისუფლებას, არამედ ადამიანების ღირსებას და ეს ზიანი არის მასობრივი ხასიათის. საქმე ეხება ათასობით და 100,000-ობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში ვეღარ გამოდის და ტროტუარზე ვერ დგება, იმიტომ რომ ეშინია პატიმრობის და ეშინია ციხის. ტროტუარის ეპიზოდია აბსოლუტურად დასაბუთებული გვაქვს, რომ სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც და სრულად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონსაც. ეხლა და სწორედ ეს მოთხოვნები გვაქვს, რომ გაუქმდეს არსებული ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს უნდა დაკმაყოფილდეს. უფლებადამცველები არაპროპორციულ სასჯელზე საუბრობენ, რაც ხშირ შემთხვევაში ათასობით ლარის ოდენობის ჯარიმას ან უარის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც კანონის ახალი ჩანაწერით სამართალდამცავებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი აქცია მცირე მოტივით დაშალონ და ადამიანები დააკავონ. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იყო გარკვეულწილად მსუსხავი ეფექტის წარმოშობა. ერთადერთი უალტერნატივო სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არის არაპროპორციული სასჯელი. ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც კრძალავს არაპროპორციული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. პარლამენტის წარმომადგენლებს მოუწევთ იმის დასაბუთება, თუ რამდენად შეესაბამება ეს საკანონმდებლო ცვლილებები შეკრების გამოხატვის თავისუფლებას და სახდელები, რაც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რამდენად არის პროპორციული. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს დამოუკიდებელი არ არის, ასე ფიქრობენ კონსტიტუციონალისტები და ამბობენ, რომ რა პოლიტიკური ნება იარსებებს, ის იქნება განაჩენიც. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მსგავსი სახის კანონები უნდა აიკრძალოს, თუმცა მოხდება თუ არა ეს საქართველოში ჯერჯერობით უცნობია. ჯერ კიდევ გრძელი გზა არის, სანამ ეს სარჩელები დაკმაყოფილდება და სწორედ აქ შემოდის ჩემი სკეპტიციზმი, ოღონდ ეს სკეპტიციზმი ემყარება არა იმას, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი, არამედ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დღეს საქართველოში დამოუკიდებელი. ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ მოთხოვნებს მოსარჩელეების დააკმაყოფილებს, აქაც ჩვენ უნდა ამოვიკითხოთ ქართული ოცნების ინტერესს. კანონმდებლობის ამ ფორმით ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული არა ადამიანის უფლებების დაცვაზე, არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, არამედ გარკვეული თვალსაზრისით მანიშნებელია იმისა, რომ უფრო შემზღუდავია და ეს ფაქტორები ყველაფერი ერთად შეიძლება განაპირობებდეს მოქალაქის თვითშეზღუდვას მომავალში, რომ არ გამოხატოს საკუთარი აზრი, რაც თავისთავად დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ასეთი შეზღუდვები არის დამაზიანებელი. ახლა მთავარი კითხვა, როგორ გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების განხილვა და მიიღებენ თუ არა მოსამართლეები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.